გამარჯობა. მე ვარ ანასტასია როსტომაშვილი, 10 წლის. სკოლაში აკაკი წერეთლის მოთხრობა ჩემი თავგადასავალი შევისწავლეთ. ნაწყვეტი, რომელიც აკაკის ბავშვობის წლებს ეხებოდა. მასწავლებელმა თემა მოგცა დასაწერად. ბავშვობა უწინდა დღეს. ხოდა, ჩემი აზრი მინდა გაგიზიაროთ ამ თემასთან დაკავშირებით. თუმცა, თქვენი აზრით ძალიან მაინტერესებს. ბავშვობა ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი პერიოდია. თუმცა, დროის ცვლილებასთან ერთად ბავშვობაც იცვლება. ადრინდელი ბავშვური და ლაღი თამაშები დღეს ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლა. აკაკის დროინდელი ბავშვობა ბუნებასთან სიახლოვით გამოირჩეოდა. ბავშვები ბევრ დროს ატარებდნენ გარეთ, მინდორში თამაშობდნენ, მეგობრებთან ერთად გალობდნენ, ეხმარებოდნენ უფროსებს საქმიანობაში. 5-6 წლისებს კარგად ჰქონდათ შესწავლილი საოჯახო საქმეები. სწორედ ამიტომ იცოდნენ შრომის ფასი და ოჯახური ურთიერთობების მნიშვნელობა. იმ პერიოდში ძიძაობაც ძალიან გავრცელებული ტრადიცია იყო. თავად აკაკიც ძიძის ოჯახში იზრდებოდა. მშობლებისგან მოშორებით ძიძიშვილებთან ერთად, რასაც ბევრ დადებით მხარესთან ერთად, ჩემი შეფასებით, უარყოფითი მხარეც ჰქონდა. თავად აკაკი ამბობს, თუ კი რამ დამრჩა ჩემში კარგი და კეთილი, უფრო იმის წყალობით, რომ სოფელში ვიყავი გაბარებული და ძიძიშვილებთან ერთად ვიზრდებოდიო. ჩემი შეფასებით, ამ ტრადიციის უარყოფითი მხარე იყო მშობლებთან დაშორება. ალბათ ბავშვი ხშირად გრძნობდა მშობლების მონატრებას. წლების შემდეგ მშობლებთან დაბრუნება და გამზრდელის ოჯახის დატოვება მტკივნეული იქნებოდა. როგორც გამზრდელისთვის, ისე გაზრდილისთვის. დღეს თანამედროვე ბავშვები ტექნოლოგიების სამყაროში ვცხოვრობთ. ტელეფონი, კომპიუტერი, ინტერნეტი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ბავშვების უმეტესობა ნაკლებად თამაშობს გარეთ და იშვიათად აქვთ შესაძლებლობა ბუნებასთან უშუალო ურთიერთობის. ძიძაობის ტრადიციაც გამქრალია. მართალია არიან ბავშვები, ვის აღზრდაზეც ძიძები ზრუნავენ, მაგრამ ძირითადად მაინც მშობლების გვერდით იზრდებიან. თუმცა, მსგავსება მაინც არსებობს. მაშინაც და ახლაც ბავშვები სწავლობენ, ოცნებობენ და სიკეთისკენ მიილტვიან. ბავშვობა, ეს იქნება აკაკის დროინდელი თუ დღევანდელი, ჩვენი ცხოვრების ყველაზე ნაზი და დაუვიწყარი ნაწილია, რომელიც ადამიანად გვაყალიბებს. ახლა კი, თქვენი აზრით მაინტერესებს. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ შეიცვალა ბავშვობა?